chagunada chagunia chagunada sivaraida chagunada chagunia chagunada Chagumur samuseri sasinjot merchkinel vera sakomojot map gorili do merchkinel imudga aksidu gach chagurdas kim komoch simukure gagasher mukudagi perutori Chagunada, chagunia chagunada, sivaraida chagunada, chagunia chagunada. Moisharaida chagunana, eita! Eti jo pedas pan mozochu atak samargayoša ģirovu Sečorguri koftku უღალე მანამდე ცოცხლობს, სანამ მისი ხმა ჯერ კიდევ ისმის ეთერში და სანამ მას ახალგაზრდობა ახსენებს და არ ვიწყებს. მათი მადლია, რომ იუნესკომ ქართული სიმღერა მსოფლიო პოლიფონიის შედევრად აღიარა. მიზანი სწორედ ეს არის, რომ აი ძველი მომღერლები არ დაივიწყოს. სამეგრელო ხობის რაიონი უკვე მეორე დაწყობს მეგრული სიმღერის საერთაშორისო ფესტივალს. ამ დღესასწაულის უშუალო ორგანიზატორი, იდეის ავტორი და განმახორციელებელი პარლამენტარი გოდერძი ბუკია 14 ქვეყნის წარმომადგენლებს, მსოფლიო ვოკალურ ელიტასა და ქართული საზოგადოების ცნობილ სახეებს მშობლიურ კუთხესთან ერთად ქართული სტუმართმოყვარეობით მასპინძლობს. თვითმფრინავი აეროპორტში დაეშვა და სენაკში ნამდვილი ვარსკვლავთმცვენა დაიწყო. Вот, пожалуйста, совместно. Япония империалс мегрулат, Руси империалс мегрулат, Мақвала, Михаршен, ქართველი იმღერებს მეგრულად. ეს კაი რაღაცაა, ძალიან კაი გამოცხება და მე მივესალმებს. რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ამ ფესტივალის ჩატარება? მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაიგონ რომ მეგრელებიც ვახშებებ ქართველებთან ერთად. უდიდესი კულტურა გვაქვს, უდიდესი მასალა გვაქვს, სასიმღერო მასალა, მუსიკალური, გაიცნოს ხალხი. ჩემთვის დიდი პატივია რომ მიაყვარ დღეს ნამდვილად სამეგრელოს მიწაზე სხვათა შორის პირველად ეს არ უნდა ვამბობი ამას, მაგრამ და მithut რომ მიხარია მეგრული სიმღერა არ მქონდა ჩემ რეპერტუარში, ახლა კიდე маქვს, танец Мардогияшо ასვე, Гулешებთან ერთად შევასრულე და გამო დედიკოსთან ერთად. А вы знаете микрелские песни? Вам известно? Я знаю людей, мне этого достаточно. Я думаю, что песни у них такие же, как и сами люди. Весь цыганский мир знает, что наконец-то хоть чтобы цыгане соединились с этим народом, познакомились, подружились. А то вы знаете, как про нас говорят, про цыган? Как про вас, так и про нас. Конокрады мы все. Нужно поймут, что мы не конокрады, мы артисты. ფესტივალისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
გამოიცა ქართული ხალხური სიმღერების ოსტატების სამდომეური. სანოტო კრებულის 2 ტომი. შევისწავლოთ მეგრული სიმღერები 4 კომპაქტ დისკით. მომზადდა მეგრული სიმღერების უძველესი ფონოჩანაწერები ჰარირე. ამ დღეებს მიეძღვნა ოთარ თაქთაქიშვილის სუიტის მეგრული სიმღერის კომპაქტ დისკი ზურაბ სოტკილავას ვოკალურ ანსამბლ რუსთავისა და მოსკოვის კამერული ორკესტრის ბრემენაკოდო შესრულებით. დაიწერა 5 ახალი სიმღერა, მათ შორის ფესტივალის ჰიმნი. აღსანიშნავია, რომ გოდერძი ბუკია ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა ოქროს ფრთით დააჯილდოვა. ეს არის დიდი მნიშვნელობის ღონისძიება, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი ტრადიციები, ჩვენი კულტურა, რომელიც საფუძველია ჩვენი ცხოვრების წესის, შევინარჩუნოთ და ჩვენს მომავალთაობებს გადავწევთ. რაც ჟურნალები გამოუშვით, რაც ნოტები გამოუშვით, ყველანი გავაგზავნეთ სოფლიოს სხვადასხვა კულტურულ ცენტრში და ბიბლიოთეკებში და იქიდან ისეთი გამოხმაურებები მოყვა ამას, რომ გაგვირებულები იყვნენ ვინ ახალ, სად იყავით, ასეთი ტრადიციების, ასეთი ხმის, ასეთი სიმღერის პატრონები და ეხლა ხო ხედავთ როგორი სიტუაციაა. ეხლა ვერაუდივართ უკვე მონაწილეებს, ანსამბლებს, მაგრამ ამიტომ უკვე სამ ქალაქში ჩატარდა კიდე ფოთში, სენაკში და ზუგდიდში. ეხლა ჩვენ დღეს საფუძველი ჩავუყარეთ მეგრული სიმღერის მუზეუმს. ეს იქნება ეს მსოფლიოში ალბათ ანალოგი არ არის. მე არ ჯარდამიგია და ბევრი რაღაც მოვიძიეთ და არსად არ არის. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ ისეთ დონეზე, რომ ეს მართლა იქნება მეცნიერული ცენტრი, მე მაგათაც მიმაჩნია. დღესაც ვამბობ, ხო არ დეპუტატი. არც ერთი დეპუტატობა არ შეედრება იმას, რასაც დღეს ფესტივალი ქვია და რასაც ამ საქმის სათავეში დგომებია. ფესტივალის მეორე დღე მართლაც დაუვიწყარია. ხობის კულტურის სახლის მოგრძალებულმა სცენამ სოფლიო საოპერო ხელოვნების ცნობილ სახეებს უმასპინძლა. აქ ჩემი მშობლიური მხარეა, ჩემი მშობლიური ხალხი. და ყოველთვის მშობლიურ ხალხთან და უფრო ღელა, უფრო გინდა რომ კარგად აჩვენო თავი და უფრო გინდა რომ დაამახსოვრო შენი თავი, იმიტომ რომ 40 წელია ჩემი კარიერა გრძელდება და პირველად ვერი ვარ აქ. ყველას ვისაც მოსმენელია ქართული სიმღერა, უთქვამს რომ ეს არის მომავალი სიმღერის. მეგრული სიმღერა კი საოცარი, რომელიც სევდას მოგბრის ამავე დროს იმედით აგავსებს. ვცნობ რომ რაღაც დიდ ენერგიასთან აქვს საქმე და ანუ შენ ხარ ნაწილი საოცარ დიდი კულტურისა. გაიგოს თელმა სოფლიო მეგრული ჰანგების სიდიადე. ეს მარგალიტები რაც არის საქართველოში, იგივე მეგრული სიმღერის სახით. ეს არის პრაქტიკულად ყამილი და შეუსწავლელი. მეწუნეთ იმდენ დიდ სიდიადეს აღმოაჩენთ მეგრულ სიმღერებში მომავალში. აი დღესაც იწყება ეს პროცესი, რომ თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ ალბათ განცვიფრებული იქნებით. ფესტივალის სიმღერა სამეგრელოზე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა და უცხოელმა ბიზნესმენებმა დააფინანსეს. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ხობის საშუალებითა და მხარდაჭერით. ფესტივალი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ქართული მეგრული სიმღერების პოპულარიზაციას, არამედ სხვა ღირსშესანიშნაობათა გაცნობასაც. სტუმრები მე-14 საუკუნის ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს ეწვივნენ, სადაც გადმოცემის თანახმად პირველად დააბრძანეს მარიამ ღვთისმშობლის კვართი და მისი სარტყელი. აქვე ინახებოდა ხობის სანაწილე ხატი და სხვა სიწმინდეები. ნახეს დადიანების სასახლე, ენგურჰესი. მამა ჩემი სანამ გარდაიცვლებოდა, მან მეგრულად იმღერა, ის 90 წლის იყო. აქედან გამომდინარე, მეგრული სიმღერა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და დიდ მოგონებებთან არის დაკავშირებული. ფესტივალი ნამდვილ სახალხოზე იმად იქცა. იმ დღეებში სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქში ისმოდა მეგრული სიმღერის ტკბილი მელოდიები. ლურჯიცა და მზეც კი თითქოს ამ ჰანგებით იყო გაჯერებული. ფესტივალმა ნამდვილად მიაღწია თავის მიზანს. აღმოჩნდა, რომ ზოგი გულში, ზოგი ხმამაღლა ვღიღინებდით მეგრულ სიმღერას. დღეს საქართველოს გამთლიანებაში სიმღერა ძალიან დიდი როლი
ეკისრება. სიმღერა ხო სიყვარულია. შენ გვერდი კომუნიკაცია თუ არ გიყვარს, ხომ კარგად ვერ იმღერებ. და ქართული მრავალხნიანობა, ქართული პოლიფონია უკვე სიყვარულის გარანტია. აი აქედან გამომდინარე, თუ რეგიონებში ყველგან ჩატარდება მსგავსი ფესტივალები, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს გამთლიანებაში ძალიან დიდ როლს ითამაშებს აი ესეთი ღონისძიებები. დღეს საქართველოს ისე როგორც არასდროს ჭირდება მსოფლიო ხალხთა თანამეგობრობის ფერხულში ჩაბმა და ის რაც დღეს ხობში ხდება არის ამ ფერხულში ჩასაბმელად გადადგმული ნაბიჯები ქართული ხალხური მუსიკის ფონზე. ზეიმი დასასრულს მიუახლოვდა. ხობის სტადიონზე გამართულ გალა კონცერტს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო, რომელმაც ასე შეაფასა ამ ფესტივალის მნიშვნელობა. ჩვენი ხალხური სიმღერის პოპულარიზაციისა და მისი სიღრმის კიდევ ერთხელ წარმოსაჩენად სრულიად უნიკალური მეგრული სიმღერის ფესტივალის გამართვა მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. ყველა კუთხე უნდა გააკეთოს რასაც რაღაც, ანუ მეგრული სიმღერის ფესტივალია, მე როგორი შემოწმებული მეული. ეს უფრო მეტად აწევს ჩვენს ფოლკლორს, მე ასე მგონია. ისე რომ მე მიხარია ეს რაღაც ფესტივალი. ჩარალობა ვიცოდით ჩვენ, იყრიდა იყა ხალხი თავ. აი ეს გამახსენდა ისისა და მე ნაზობის მეტი არაფერი არ მეთქვის. ჩემი უკია და კომაიშვილი ანზორის, აი ძველი სიმღერები ამან არ მოატივტივა. ხოდა ფეხზე დააყენა, თორე დაკარგული იყო ძველი სიმღერები. ქართული ხალხური სიმღერის გადარჩენისათვის ეს ყველაფერი უნდა ვიყონოთ. და ეს ფესტივალი სწორედ ამ საქმეს ემსახურება. და მასში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბატონ გოდერძი ბუკიას. ერთადერთმა კაცმა, რომელმაც ითავა და საძირკველი ჩაუყარა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებას, ბატონი გოდერძი ბუკია იყო. პირველმა გააკეთა ეს. ღონისძიების სულის ჩამდგმელმა გოდერძი ბუკიამ მრავალი მილოცვა და მადლობა მიიღო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა ფესტივალი. ღმერთმა დალოცოს სამეგრელო, უძველესი კოლხეთი და სრულიად საქართველო.